პიტერ თილს აქვს ეგეთი რაღაც ნათქვამი, რომ კონკურენცია ლუზერებისთვის არის. და უნდა გაექცე ყოველთვის კონკურენციასო. ავთენტურობის გზით უნდა გაიქცე, ანუ იმდენად ავთენტური უნდა გაიჩნდო, რომ რადიკალურად სხვა მასტი გაიჩნდო. და ეხლა ეს ბიოლოგიაში სადა, რო დააკვირდე ჟირაფს, სასაცილოა, ხო? საჯირაფისა. ჟირაფი გაექცა კონკურენციას ავთენტურობის გზით. აფრიკაში ბალახის მჭამელ ცხოველებს შორის იყო დიდი კონკურენცია, ეხლაც არის, ყოველთვის არის კონკურენცია. ხვალვა, ბალახი ხრება და ეს ზებრები და ერკემალი და ჟირაფი ისეთ ადგილზე ბალახობს, ესე ვთქვათ. ჭამს ხეზე, სადაც უკონკურენტოა და ევოლუციამ ხნა ის რომ მილიონი წლების განმავლობაში მისი სხეული იმდენად მოდერნიზებული გახადა, რომ იმ ბაზარზე ის უალტერნატივოა. როდესაც 2 ან 3 სახეობა ერთ რესურსზე იბრძვიან, მათთვის ეს რესურსი საარსებოდ მნიშვნელოვანია. აქ ძლიერი უბიძგებს სუსტ რომ მნიშვნელოვნად შესუსტდეს და საბოლოო ჯამში ეს სუსტი გადაშენდება. ჩვენ უამრავი უჯრედი და უამრავი ბიოლოგიური სახეობა გვაქვს ესე დაკარგული. და არის მეორე ვარიანტი. შეიძლება ამ სუსტმა წინააღმდეგობიდან სტრესიდან გამომდინარე იმდენად მოდერნიზება გაუკეთოს თავის ბიოლოგიას, ეს არ ხდება ოღონდ ერთ კვირაში და ორ კვირაში. მილიონობით რომ ის სულ სხვა ბაზარზე გავიდეს და მაგით გადარჩეს. და იმით გადარჩეს. ჟირაფი არის ამის მაგალითი.